მხატვრის წიგნი ვეფხისტყაოსანი ამ სახელწოდების გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. სინთეზური ხელოვნების ამ მიმართულებაზე 15 მხატვარი 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. ხელოვანებმა ექსპოზიციაზე შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის საკვანძო მომენტებზე 132 ნამუშევარი და 88 ორიგინალურად გადაწყვეტილი ტექსტი შექმნეს. ნახატები პოემის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებად 74 კონსტრუქციაზეა დამონტაჟებული. ხელოვნების ეს ნიმუში ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა და როგორც ცნობილია მხატვრის წიგნების სერიული გამოცემაც იგეგმება. მომავალში ნამუშევრები რამდენიმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მიხედვით შეიქმნება. ექსპოზიცია ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში დარჩება. ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენთვის ეს ჩვენიერი ნამუშევრები მუზეუმის საკუთრებად ხდება. ძალიან დიდი მადლობა ყველასა ინიციატივისთვის. ყველა ჩვენთაგანისთვის ვეფხისტყაოსანი განსაკუთრებული მოვლენაა და პირველ რიგში არის სიბრძნის გავრცელება და ღირებულებების და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რომ ეს გამოფენა არ დარჩეს მხოლოდ გამოფენად და ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა იყოს იმისათვის რომ მომავალ თაობებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის დიდი სიბრძნე რასაც ვეფხისტყაოსანი გადმოსცემს. მე შემხვდა გულანშა რომ ძალიან გამეხარდა იმიტომ რომ ზღვა არის აქ და რაღაცა თესთან დამოკიდებულებაც ჩემი ლურჯთან ისეთი იყო რომ გულანშარას მოუხდებოდა. ვიმუშავე ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ის ქაღალდი რომელიც გამოვიწერე გვიან ჩამოვიდა და მომიწია რაც ფორს მაჟორში მუშაობა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ იყო სრული თავისუფლება იდეების, ფორმის